ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები. პოლიტიკურ სექტორში გამოძიების ობიექტურად და დროულად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. ფიქრობენ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მაინც შედეგზე ორიენტირებული ინიციატივა ვერ დავიმოქმედებას. ძალიან გავს ის რაც მოხდა გუშინ ბატონ ეროსის თავს 90-იან წლებში ივანიშვილის მიერ მილიარდების შოვნის ისტორიას, რაც ხდებოდა ძირითადად ვითომ თვითმკვლელობებით და რა თქმა უნდა ქილერთა მეშვეობით. თითქმის გამორიცხულია, რომ რაღაც თვითმკვლელობის ვერსიის მომენტი ყოფილიყო, თუმცა ამ ქვეყანაზე არაფერი საბოლოოდ გამორიცხული არ არის და ამიტომ ვერაფერზე განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, აქცენტს და აპელირებას ვერ გავაკეთებ. ან მკვლელობის ორი ვარიანტი იყო. ან თვითმკვლელობის. ვინაიდან ესე იგი იქ იპოვეს მისი იარაღი და რაღაცას, ამიტომ ფორმალურად მე უბრალოდ განმარტავი, დაიწყეს ამ მუხლით თვითმკვლელობის, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩვენ გავიგოთ, რომ გამოძიებას გამოკვეთილი აქვს ეს ვერსია. მიბჯენით, რადგან არის ნასროლი, პრაქტიკულად გამორიცხავს, ესე ვთქვათ, ჩემი აზრით, უბედური შემთხვევას. რაც შეეხება იყო ეს თვითმკვლელობა თუ იყო ეს დაუშვათ განზრახულობა, ეს არის გამოძიების შედეგი და მე მინდა გითხრათ, რომ ეს დაუშვათ ერთ დღეში და ორ დღეში ამაზე პასუხი ნამდვილად არ იქნება. გონი მაინც ჩქარობენ, როდესაც მუხლი არის თვითმკვლელობამდე მიყვანა და არ იყო ისეთი სუსტი ნებისყოფის ადამიანი ეროსი, რომ რაიმე ემოციურ ფონზე თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. შეძენილი იარაღი და გაფორმებული იარაღი თავის თავზე ბოლო დღეს ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ეთყობა რაღაცა ხიფათის შიში ქონდა. ეს ყველაფერი ხიფათიდან იყო გამომდინარე, სხვა შემთხვევაში ადამიანებს ასეთი თავდაცვის მექანიზმები არ აქვთ ხოლმე. ის არ იყო ისეთი მარტივი პიროვნება ეროს კიწმარიშვილი და ბევრ რაღაცებთან ქონდა ურთიერთობა და მათ შორის რთული ურთიერთობები და ბევრ ადამიანთან, ამიტომ ბევრი რაღაც შეიძლება მოხდარიყო.